2024 წელს გლობალურად ქირის ფასებმა მზარდი ტენდენცია აჩვენა, განსაკუთრებით აღმავალი ტრენდი რამდენიმე ისეთ რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი გაჩნდა, რაც ძირითადად მშენებლობის გაზრდილ ხარჯებს, რეგულაციებსა და მიწის დეფიციტს უკავშირდება. მსოფლიოს არაერთ ქალაქში, განსაკუთრებით კი ურბანულ ცენტრებში, ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობა შეჩერდა ან შენელდა. ქირაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მკვეთრად 2023-2024 წლებში გაიზარდა, რაშიც წვლილი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და შესაბამისად იპოთეკური სესხების გაძვირებას ჰქონდა. უამრავი ადამიანისთვის ბინის ყიდვის შეუძლებლობამ დაქირავებაზე მოთხოვნა დაასტიმულირა. ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ გლობალურად განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში მიგრაციისა და ტურიზმის მაჩვენებლები გაიზარდა. როგორც სტუდენტების, ისე ექსპატებისა თუ ბიზნესმენების ქვეყნებს შორის მიგრაციის გააქტიურებამ საცხოვრებლებზე მოთხოვნის ზრდა და შესაბამისად ქირის ფასების დაკორექტირება განაპირობა. ამ ტრენდმა განსაკუთრებული გავლენა ისეთ ქალაქებზე იქონია, როგორიცაა დუბაი, ბანგკოკი და პარიზი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ქირის ფასმა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა და წლიურ ჭრილში 18%-ს გაუტოლდა. საფრანგეთის დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მოცემულობა ზემოხსენებულ მიზეზებთან ერთად ცენტრალურ უბნებში მიწოდების დეფიციტსაც უკავშირდება. ევროპის მასშტაბით ბინის ქირის ფასი საგრძნობლად გაიზარდა იტალიის ქალაქებში, განსაკუთრებით კი რომში 28%-ით. ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში ქირა 23%-ით გაძვირდა. მადრიდში ღირებულებამ 14,1%-იანი მატება აჩვენა, ხოლო ამსტერდამში ზრდა 10,7% იყო. აზიური ბაზრის ცალსახა დომინანტი დუბაია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალაქში საცხოვრებლად 400,000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. საერთაშორისო ბიზნესებისა და ექსპატების მზარდმა რაოდენობამ მხოლოდ წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების ქირის ფასის 12,1%-ით მატება გამოიწვია. აზიის ბაზარზე საუბრისას უნდა ვახსენოთ ბანგკოკით, სადაც ქირის ფასის ზრდამ 9% შეადგინა. ტაილანდის დედაქალაქში ქირის გაძვირება დიდწილად ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას უკავშირდება. მიზეზია ასევე მაღალპროცენტიანი სესხები, რაც უძრავი ქონების გაყიდვებს ამცირებს. მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო უძრავი ქონების გაყიდვები შენელდა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც და ცხადია, შედეგი ქირის ფასის მცირედით, თუმცა ზრდა იყო. ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი, წლის პირველ ნახევარში ფასები 4%-ით დაკორექტირდა. გლობალურად იმ რეგიონებში, სადაც ქირის ფასი მკვეთრად აღმავალ ტრენდს აჩვენებს, ბუშტის გაჩენის საშიშროება ჩნდება. უძრავი ქონების ბაზრის ბუშტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც ქირის ან გაყიდვის ფასი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მოსახლეობის შემოსავალი, ეკონომიკის ზრდა ან ბაზარზე არსებული რეალური მოთხოვნა. ეს ზრდა ხშირად სპეკულაციური ფაქტორების ან დროებითი ტენდენციების შედეგიც არის, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ გარკვეული რეგულაციები და ეკონომიკური კონტროლი ამ გამოწვევისთვის შემზღუდველი ფაქტორია. მართალია, აღნიშნული ქალაქების დღის წესრიგში ქირის ბუშტის რეალური პრობლემა არ დგას, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ არსებული ტენდენციების შენარჩუნება და უკიდურეს შემთხვევაში მისი ზრდადი დინამიკა უახლოეს პერსპექტივაში სტატუს-კვოს ცვლილებას გარდაუვალს გახდის.